დღეს მოგიყვებით კუბაზე და გაგიზიარებთ რჩევებს მოგზაურობისათვის, თუ რა დაგჭირდებათ, ვიდრე საქართველოდან მოხვდებით კუნძულოვან სახელმწიფოში. ტრადიციულად ყველა მნიშვნელოვან დეტალს ჩვენი რუბრიკის თანაწამყვანები ანა კირკიტაძე, ინგლისის დამფუძნებელი და თინეთინ გოგუაძე, იკონსულის დამფუძნებელი გაგვიზიარებენ, რომლებიც უკვე შემოუერთდნენ საქმიანი დილა სტუდიას და მათ მივესალმები დილამშვიდობისა და გისმენთ. დილამშვიდობისა ნინო. დილამშვიდობის ნინი. მოგესალმებით კიდევ ერთხელ სავიზო ცენტრი კონსულისა და ტურისტული კომპანია ინგლისის სახელი. დღეს როგორც ნინო აღნიშნა, ვისაუბრებთ კუბის სავიზო პროცესებზე და სამოგზაურო რჩევების შესახებ. როგორც ტრადიციულად დავიწყებ სტატისტიკით, კუბის პასპორტის მფლობელს 29 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა უვიზოთ, 122 ქვეყანასთან სჭირდებათ ელექტრონული ან სტიკერ ვიზა. 44 ქვეყნის შემთხვევაში კი მოქმედებს ვიზა on arrival, იგივე ვიზა ჩასვლისას. 3 ქვეყნის შემთხვევაში კი ამოქმედებულია ETA, იგივე მოგზაურობის ელექტრონული ავტორიზაცია. უშუალოდ კუბაში მოგზაურობას რაც შეეხება, ქვეყანაში უვიზოდ შესვლა 21 ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია, 158 ქვეყნის შემთხვევაში ამოქმედებულია ვიზის ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ აღების შესაძლებლობა, 21 ქვეყნის მოქალაქეს კი სჭირდება სტიკერ ან ელექტრონული ვიზა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც. თინა და რა გზები არსებობს ტურისტული ვიზის მისაღებად? კუბის საკონსულო საქართველოში არ არის, ამიტომ ქვეყანაში, სადაც საკონსულო დეპარტამენტი აქვს, შესაძლებელია განაცხადის გაკეთება ონლაინ, მაგალითად ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანსა და თურქეთშიც. კუბის სავიზო განაცხადის პროცედურები შემდეგნაირია. ნაბიჯი პირველი, დოკუმენტების მოწესრიგება, საჭიროა მგზავრობის პასპორტი და მოსაკრებლის გადახდის ქვითარი. 7 დღით ადრე გაფრენამდე საჭიროა რეალური ფრენის და სასტუმროს ჯავშნების საიმიგრაციო ფორმის შესავსებად. ნაბიჯი მეორე, აპლიკაციის შევსება. აპლიკაციის შევსებისას დასაწყისშივე გთხოვთ სავიზო მოსაკრებლის ქვითრის ატვირთვას, სანამ ქვითარს არ ატვირთავთ, აპლიკაციის ფორმას ვერ დაასრულებთ. ნაბიჯი მესამე, ეს არის სავიზო განხილვა. და მეოთხე ნაბიჯი ელექტრონულ პოსტაზე ვიღებთ ელექტრონულ ვიზის კოდს, ასევე იმავე ელექტრონულ პოსტაზე გვეგზავნება ბმული, რომელიც მოგზაურობამდე ზუსტად 7 დღით ადრე უნდა შეივსოს. ეს არის სპეციალური საიმიგრაციო ფორმა დივია ხეროს დასახელებით, გამგზავრების დეტალები, ფრენა, სასტუმროს და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის შევსების შემდეგაც ელექტრონულ პოსტაზე ვიღებთ ელექტრონულ ვიზას PDF ფაილად ფორმატით. და საინტერესოებად რა დოკუმენტაცია საჭირო იმისთვის რომ ვიზა ავიღოთ? ძალიან მარტივი პასპორტი, რომელსაც უნდა ჰქონდეს მინიმუმ 6 თვე ვადა და სასტუმროს ასევე ფრენის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც უნდა იყოს აქტიური. და თვითონ ვადები როგორ არის? აი მივიღე ვიზა და რა ვადა ექნება ჩემს ვიზას? კუბის ონლაინ ვიზა საკმაოდ მოქნილი ვიზა. მისი გამოყენება შეგიძლიათ 1 წლის განმავლობაში და მოიცავს 90 დღის პერიოდს. ვიზა არის ერთჯერადი, მისი გამოყენება შესაძლებელია გაცემიდან 12 თვის განმავლობაში და შეიძლება კიდევ 90 დღით გადაგრძელება. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ რთული ეტაპი არის, როგორც ვიცი, ეს თან სავიზო მოსაკრებლის გადახდა, რომელიც თურქეთში ხდება, უცხო ქვეყანაში ვიხდით. ამაზე რა შეზღუდვებია, რა კონტროლდება, რას უნდა დავაკვირდეთ? როდესაც ვიზის განაცხადის სექციაში არიჩევთ მაგალითად თურქეთს, დაინახავთ საკონსულოს ევროს ანგარიშის ინფორმაციას, თუ გაქვთ ზირაათ ბანკის ევროს ანგარიში, შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა, ან შეგიძლიათ ზირაათ ბანკის ფილიალიდან ნაღდი ანგარიშის სწორებით ჩარიცხოთ 22 евро თითო ადამიანზე. გადახდა არ ხდება თურქულ ლირაში, შეგიძლიათ გადაიხადოთ ერთდროულად რამდენიმე ადამიანისთვის და ატვირთოთ ქვითარი. თქვენი ვიზის კოდები ცალ-ცალკე გამოგეგზავნებათ, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ერთი ან მეტი ადამიანის ინფორმაცია სისტემაში add other სექციიდან, იმავე ბმულიდან გასვლის გარეშე. ყველაზე სწრაფი გზა იქნება თავად ზირაათ ბანკისა და მისი ევროს ანგარიშის გამოყენება.
თუ თანხას თურქული ბანკიდან გადაირიცხება ანგარიშზე ასახვა რამდენიმე დღეს მოითხოვს, ქვითრის ფოტო უნდა ატვირთოთ ბმულზე და პირადი ინფორმაციის ველების შევსების შემდეგ მიიღებთ დამადასტურებელ ელ-ფოსტას და თქვენი ვიზის დამტკიცება 72 საათის განმავლობაში მოხდება. იგივე ელ-ფოსტაშივე მიიღებთ მეორე ბმულს, სადაც შეგიძლიათ ვიზის კოდის მიღება. ქვეყანაში შესვლამდე ერთი კვირით ადრე არ დაგავიწყდეთ, უნდა შეიყვანოთ და ამობეჭდოთ როგორც თქვენი ვიზის კოდი, ასევე სხვა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. ახლა როგორც ყოველთვის ანა, გადმოვიდეთ შენთან როგორ ვიმოგზაუროთ და რას მივაქციოთ ყურადღება კუბაში მოგზაურობის დროს. თინან საბედნიეროდ კუბა ერთ-ერთი ისეთი პოპულარული მიმართულება ქართველი დამსვენებლებისთვის. ბევრს თანამედროვე კომუნიზმში მოხვედრა აინტერესებს, ზოგს ლამაზი სანაპიროები იზიდავს. ზოგიერთი კი ფიქრობს, რომ ბევრი დრო არ არის დარჩენილი, სანამ კუბა ჯერ კიდევ დამოუკიდებელი და ავთენტურია და სურს რომ მოასწროს მისი ნახვა. კუბა კოლუმბმა აღმოაჩინა და მას შემდეგ ამ კუნძულზე ესპანელები ბატონობდნენ. 100 წელზე ცოტა მეტია, რაც ქვეყანა დამოუკიდებელია, თუმცა მას კომუნისტური პარტია მართავს, ამ მიზეზის გამო კუბაზე მოგზაურობა საკმაოდ ბიუჯეტურად ითვლება. კუნძულზე შერწყმულია აფრიკული, ესპანური და კარიბების კულტურები. და ეს კიდევ უფრო მეტად საინტერესოდ ხდის მას. თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ეს ულამაზესი სანაპიროები და ცეცხლოვანი ცეკვები, რომლითაც კუბაზე აუცილებლად უნდა ვისიამოვნოთ, როდესაც მოგზაურობთ. სამოგზაურო ყველაზე კარგი პერიოდი და სეზონურობა. როდის არის და რა თქმა უნდა ავიაბილეთებიც გვაქვს თუ არა პირდაპირ მიმოსვლა კუბაში. საკმაოდ საინტერესო თემა არის. ხო, პირდაპირ მიმოსვლა ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ვნახოთ მოთხოვნიდან გამომდინარე შეიძლება ჩარტერით დაინიშნოს. საუკეთესო პერიოდი კი კუბაზე სამოგზაუროდ არის ნოემბრიდან აპრილამდე, ამინდის კუთხით. თუმცა მე ყველას ვურჩევდი დამატებით გაითვალისწინონ ჰავანას ჯაზ ფესტივალი, რომელიც იანვრის თვეშია ხოლმე და კარნავალი, რომელიც ივლისში იმართება. მუსიკა და ცეკვა ადგილობრივების მაცოცხლებელი ელემენტებია და ნამდვილად გირჩევთ მათ დაესწროთ. მაისიდან ოქტომბრამდე კი წვიმის სეზონი გვაქვს. ტროპიკული წვიმები, როგორც წესი, დღის მანძილზე რამოდენიმე წუთით მოდის და დანარჩენად მშრალი ამინდია. აგვისტოსა და სექტემბერში კი წვიმა განსაკუთრებულად იმატებს და დიდია ქარიშხლების ალბათობა. ამიტომ მე მაინც გირჩევთ კუბას მშრალი სეზონის დროს ესტუმროთ, რომელიც არის ნოემბრიდან აპრილამდე. ბიუჯეტსაც რომ შევეხოთ, კუბაზე მოსახვედრად ერთი გადაჯდომით ფრენა შეგვიძლია ჰავანას აეროპორტში. აქ რამოდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს და ავიაბილეთის ღირებულება დაახლოებით 3500-4000 ლარიდან იწყება. სასტუმროებს რაც შეეხება, აქ უკვე გააჩნია ტური როგორ არის დაგეგმილი. კუბა არის მიმართულება, სადაც ნებისმიერ ბიუჯეტში შეძლებთ აპარტამენტის თუ სასტუმროს ქირაობას, დაწყებული $50-დან ღამისთავის ღირებულება, სტანდარტულ ნომარზე $500-600-მდეც კი შეიძლება ავიდეს. მე გირჩევთ საშუალო ბიუჯეტის სასტუმროში ცხოვრებას, რომელიც დაახლოებით $150 ფარგლებში დაგიჯდებათ ერთ ღამეზე. ზოგადად ბიუჯეტურ სასტუმროებს ევროპის მიმართულებით ჩვენ ხშირად ვურჩევთ ხოლმე. კუბაზე კი ბიუჯეტურ ვერსიებს ძალიან კარგად უნდა შესწავლა. იმ მიზეზით, რომ აქ სტანდარტები საერთოდ არ არის დაცული და სასტუმროს ოთახში შეიძლება არც მეტი არც ნაკლები წრუწუნები დაგხვდნენ. ამიტომ კუბა ბიუჯეტურია, მაგრამ საცხოვრებელ ადგილს განსაკუთრებით ჰავანაში დიდი სიფრთხილით უნდა შერჩევა. სანაპიროებზე უფრო ვრცლად ქვევით მოგიყვებით, თუმცა ვარადეროზე გვაქვს all inclusive სასტუმროებიც კი, რომელიც დაახლოებით $150-200 ფარგლებში შეიძლება რომ დავჯავშნოთ. კუბაზე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სასტუმროების და სახლების 99% არის ძველი. შესაბამისად შეიძლება 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო დაჯავშნოთ, მაგრამ აღმოჩნდეთ უძველეს ნომერში, რომელიც ბევრი წელია არ გაუახლებიათ. კუნძულზე გადაადგილებისას იდეალურია მანქანა, რომელიც შეგიძლიათ იქირავოთ. თუმცა, რადგან რუკაზე ყველაფერი არ არის დატანილი და გზებიც არც ისე კარგია გარკვეულ ადგილებში, გირჩევთ ადგილობრივი გიდმძღოლი ყავდეთ თან, რომელიც მოგატარებს თქვენთვის საინტერესო ადგილებს და ეს არც ისე ძვირი დაგიჯდებათ. მანამ სანაპიროებზე ვისაუბრებთ,
ისეთი ადგილები, რაც რეკომენდირებულია და კარგია რომ კუბაზე მოგზაურობის დროს ვნახოთ. სავარაუდოდ ექნება, რა თქმა კი, უნდა. რა თქმა უნდა, კუბას სანაპიროების გარდა ძალიან ბევრი რამ არის სანახავი. თუმცა პირველ რიგში მოდი დავიწყოთ, რომ არ შეიძლება არ შევეხოთ ჰავანას. კუბაზე მოგზაურობისას მე გირჩევთ 4-5 ღამე მაინც გაატაროთ ჰავანაში. გარდა იმისა, რომ თვითონ ქალაქი არქიტექტურული ძეგლია და ძველი ჰავანა სრულად იუნესკოს დაცვის ქვეშაა, აქ გაატარებთ ყველაზე ცეცხლოვან საღამოებს ადგილობრივებთან ერთად. შეძლებთ ცალსა იცეკვათ ადგილობრივ პარტნიორთან ერთად. დღის მანძილზე უამრავ ადგილზე გადაეყრებით ქუჩის მუსიკოსებს, რომლებიც შესანიშნავად ასრულებენ თავის საქმეს. ჰავანაში გირჩევთ ადგილობრივი გიდის დაქირავებას იმისთვის, რომ ძალიან საინტერესო ისტორიები მოისმინოთ და აუცილებლად გაისეირნოთ ძველი კლასიკური მანქანებით. ჰავანასთან შეგიძლიათ ესტუმროთ ჰემინგუეის ვილას, გაატაროთ საღამოები მის საყვარელ ბარებში. ის თვლიდა, რომ კუბა ნამდვილად იყო საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ჰავანაში ყოფნისას გირჩევთ ესტუმროთ სიგარების ქარხნებს, რომელიც რამოდენიმეა, თუმცა გაითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ კვირა დღეს ეს ქარხნები ყოველთვის დაკეტილია. ჰავანიდან შეგიძლიათ წახვიდეთ ვინიალესში, აქაც 3-4 ღამის გატარებას გირჩევთ. ვინიალესში ყოფნისას შეგიძლიათ ვინიალესის ხეობის ტური დაგეგმოთ, ასევე ესტუმროთ პატარა კუნძულს, იგივე კაიოლევის სადაც ულამაზესი ზღვა და სანაპირო დაგხვდებათ. ასევე გირჩევთ აიღოთ ტური პინარ დელ რიოში. მეორე ვარიანტია, რომ ჰავანიდან სიენფუენგოში წახვიდეთ, რომელიც კუბაზე ყველაზე სუფთა ქალაქია. ის ასევე საპორტო ქალაქია. სიენფუენგოში ყოფნისას გირჩევთ ესტუმროთ სანტა კლარას, რომელსაც ჩე გევარას ქალაქსაც კი უწოდებენ, რადგან ის იქ ცხოვრობდა. ასევე გირჩევთ ესტუმროთ ულამაზეს ტრინიდადს, კაიო სანტა მარიას სანაპიროებზე კი შეგიძლიათ დელფინებთან ერთად იცურავთ. და ასევე აქ შეგიძლიათ ჯიპ ტურს გაყვეთ, რომელიც მთელ კუნძულს მოგატარებთ და ისეთ ადგილებში გაგაჩერებს თქვენით, რომ ვერ მიაგნებდით. სიენფუენგოში ყოფნისას ასევე გირჩევთ განაიარას ტყეპარკში. ტყეპარკის ტურში წასვლას, რადგან აქ არის ულამაზესი ტროპიკული ბუნება და ჩანჩქერი. კუბა დიდი არ არის, თუმცა ერთ ჩასვლაზე რთულია ყველაფერი ნახოთ. აქაც პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ, ჰავანიდან ან აღმოსავლეთი, ან დასავლეთი ნაწილი უნდა შევარჩიოთ სანახავად და დასათვალიერებლად და ამის მიხედვით მივყვეთ უკვე რეკომენდაციებს. თუ კიდევ უფრო აღმოსავლეთით წახვალთ სანტიაგო დე კუბასკენ, აქაც დაგხვდებათ ულამაზესი ტყეპარკები და პატარა კუნძულები, რომელსაც შეძლებთ რომ ესტუმროთ ასევე. ეხლა აუცილებლად უნდა გადავიდეთ სანაპიროებზე. საკმაოდ საინტერესოა. კი, სანაპიროები, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ალბათ კუბაზე მოგზაურობის. მოდი დავიწყოთ მარტივად მოსახვედრი სანაპიროებით. ვარადერო არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპირო კუბაზე, იმ მიზეზის გამო, რომ ძალიან მარტივია აქ მოხვედრა. ჰავანიდან სულ რაღაც 2 საათში შეიძლება ჩახვიდეთ ვარადეროში სახმელეთო ტრანსპორტით. თუ თქვენ ტურში სანტიაგო დე კუბაზე შეაჩერეთ არჩევანი, აქედან პლაია გარდავალ ლავაკამდე და პლაია ესმერალდამდე არის მხოლოდ 3 საათის გზა და მას შეძლებთ რომ დაუკომბინიროთ. ტრინიდადთან და სიენფუენგოსთან ახლოს, რაზეც ზევით ბევრი ვისაუბრეთ, გვაქვს სანაპირო, იგივე პლაია ანკონი. შედარებით რთულად მოსახვედრი სანაპიროები კი გვაქვს კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც კუნძულ კოკოზე უამრავ ულამაზეს სანაპიროს იპოვით. აქ სახმელეთო გზით მოხვედრა შესაძლებელია, თუმცა ცოტა გრძელი გზა გამოგივათ. კიდევ უფრო რთულად მოსახვედრი, თუმცა კუბაზე ყველაზე ლამაზი არის კუნძული, იგივე კაიო ლარკო. აქ გვაქვს ულამაზესი სანაპიროები, პლაია სირენა, პლაია პარაისო და ასე შემდეგ. კუნძულზე ბევრი სასტუმრო არ არის და აქ მოხვედრა ჰავანიდან მხოლოდ ჩარტერული ფრენით არის შესაძლებელი. ეს არის ჩემი ყველაზე საინტერესო კითხვა, რჩევები. რა გავითვალისწინოთ კუბაში მოგზაურობის დროს? კუბაზე პრინციპში მოდი დავიწყოთ იმით, რომ აუცილებლად უნდა დაესწროთ ტროპიკულ კაბარე შოუს. და იცეკვოთ სალსა კუბა მოცეკვავე პარტნიორთან ერთად. დაესწარით ქვემეხის როლის ცერემონიას, რომელიც ყოველ დღე ღამის 9 საათზე უკვე იმართება და უკვე ტურისტულ სანახაობას წარმოადგენს. წარსულში ეს ცერემონია ქალაქის კარის დაკეტვას აუწყებდა მოსახლეობას და ქვემეხის როლით აგებინებდნენ
რომ დაბრუნებულიყვნენ, ასე ვთქვათ, სახლებში. დააგემოვნეთ კუბური მოხიტო, რომლის მთავარი ინგრედიენტი არის რომი. კუბა ზოგადად ცნობილი რომის მწარმოებელია, ისევე როგორც კარიბის ზღვის აუზის სხვა ქვეყნები. ვფიქრობ, უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ რომი წამოიღოს თავის ქვეყანაში და ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ტურს აგრძელებთ ამერიკისკენ, იქ კუბური რომი არ უნდა წაიღოთ, რადგან საზღვარზე აუცილებლად ჩამოგართმევენ და ქვეყანაში არ შეგატანინებენ. კუბაზე სასურველია გქონდეთ ნაღდი ფული და არა საკრედიტო ბარათები. ბარათებით გადახდას ბევრგან შეძლებთ, თუმცა არ გამოიტანოთ თანხა ბანკომატებიდან, რადგან ბარათი დიდი ალბათობით დაგებლოკებათ. არ გადაიღოთ ფოტოები სამხედროებთან და პოლიციელებთან, წყალი მხოლოდ ბოთლიდან გამოიყენეთ და არა ონკანის. ვალუტის გაცვლისთვის მხოლოდ ოფიციალური გაცვლითი პუნქტებს მიმართეთ. კუბელებთან და ზოგადად ნაციონალურ ტანსაცმელში გამოწყობილ ხალხთან ფოტოს გადაღების შემდეგ ისინი თქვენგან აუცილებლად დაელოდებიან ტიპს. ზოგადად რესტორნებში კი ტიპი 10% მაინც გაითვალისწინეთ. დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენი შემდეგი რუბრიკა კი ინდონეზიას მიეძღვნება. ინდონეზიის სამოგზაურო სეზონი აპრილიდან იწყება და ჩვენი რჩევები ძალიან გამოგადგებათ. ესე რომ დაელოდეთ მომდევნო ორშაბათის რუბრიკას.